მე ამოვწურე. არავის არ დაუბარები ვარ, ამოვწურე. დეპუტატმა მაჭავარიანმა პარლამენტში მუშტიკრივის თემა დახურა და ამბობს, რომ მის მიმართ კითხვა საგამოძიებო უწყებებს არ გასჩენიათ. გიორგი გახარიას პარტიის წევრზე გიგა ფარულავაზე თავდასხმიდან 1 კვირის თავზე საქართველოს პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. განცხადება შეიტანეს, თუმცა პასუხი პარლამენტის წევრებს არ მიუღიათ. საზოგადოებასთან მინდა ბოდიში მოვიხადო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რაც გახარიას პარტიის მხრიდან შესრულდა. რა თქმა უნდა, რაც შემდეგ ამ ყველაფერს მოყვა, ეს არ იყო სასიამოვნო სანახავი. დაიწყო ყველაფერი გიგა ფარულავამ, როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფაც მან დაიწყო და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მან დაიწყო და მეორე ეპიზოდი იწყება, როდესაც არჩილ გორდულაძეს ესე უდგას ფარულავა, მე მგონი და თორია ფარულავა. და ისეთ ბინძურ შეურაცხყოფას აყენებს, იქაც დედასაკინებს, ხო? ძალიან რთული მოსათმენია. კადრში ხედავთ, როგორ ურტყამენ გამეტებით გიგა ფარულავას. ჩხუბში ერთვება ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი ძალოსანი ლაშა ტალახაძე. შემდეგ ზურა რურუა, ლევან მაჭავარიანი და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალიაც გაშველების ნაცვლად თავდასხმაზე გადადის. ფიზიკური კონტაქტი იყო სულ რამდენიმე და იქ რაღაცა 1-20 ურტყავ და იქ წაქცეული კაციც არ ყოფილა. და იქ ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც 7 ადამიანი გარს ანუ რაღაცა პროვოკაცია მოაწყეს და ეხა 1 კვირა დადიან და ტირიან ეთერებში და არ ვიცი ეხა რა დღეში არიან და რისთვის არიან პარლამენტში შემოსულები. რატომ არ იწყებს გამოძიებას პროკურატურა? ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის წევრები ისევ ამტკიცებენ, რომ პროკურატურა გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და უმოქმედობა პოლიტიკური დირექტივის დამსახურება არ არის. პროკურატურა საქართველოს პარლამენტის წევრებს თავის გამოძიების თავობაზე არაფერს არ უთანხმებს. ამდენად ზუსტად იგივე რაოდენობის ინფორმაცია მაქვს, როგორც თქვენ. რასაც ჩათვლის საჭირო პროკურატურა ერთად გაგვაგებინებს. დანარჩენი კონსტიტუციურად ის დამოუკიდებელი ორგანოა, მას გააჩნია თავისი ავტონომიურობა და სუვერენიტეტი, რომელიც საქმეები გამოიძიოს და არაფერს წინასწარ ჩვენ არ გვაცნობებს და მით უმეტეს არ შეგვიტანხმებს. ექს-პრემიერ-მინისტრის პარტიაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილმა დეპუტატის მანდატი ინდულგენციად აქცია. საკუთარ პოლიტიკოსებს კი აჩვენა, რომ პარლამენტში გინება და მუშტიკრივის გამართვა მანდატის დაკარგვის ფასი არ დაუჯდებათ. ერთი დანაშაულის გამოუძიებლობა ახალ დანაშაულს ბადებს. განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა, რაც მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ისჯება 12 წლამდე თავისუფლების ახლობით. იმ პირობებში, როდესაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის სანქცირებული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ხედავთ შერჩევით მართლმსაჯულებას, როდესაც უდანაშაულო ადამიანები მტკიცებულებების გარეშე ან მცირედი გადაცდომებით სისხლის სამართლებრივად ისჯებიან და საჯელს იხდიან საპატიმრო დაწესებულებაში, მეორე მხრივ კი ხედავთ დაუჯელ მოძალადეებს, რომლებიც თურმე მხოლოდ იმიტომ არ უნდა დაესაჯონ, რომ მამუკა მდინარეების მეგობრები არიან და ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჩვენს დეპუტაციაზე ქართული ოცნების დეპუტატების მონაწილეობით მამუკა მდინარაძეს ორგანიზებით. ახლა რაც ვნახეთ მაგალითად მამუკა მდინარაძის განცხადება, რომელიც პირდაპირ თქვა, რომ არანაირი გამოძიება იქ არ უნდა დაიწყოს და სისულელია ეს და არავის ეს არ გაუგია, ეს იყო პირდაპირ ზეწოლა პროკურატურაზე და პირდაპირ დადასტურება იმისა, რომ პროკურატურა ასრულებს ამ ერთი პარტიის დავალებას. 26 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში წლის შემაჯამებელი მოხსენებით მისულ ირაკლი კობახიძეს დეპუტატები კრიტიკული სიტყვითა და კითხვებით დახვდნენ. ერთ-ერთ ასეთ გამოსვლას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. პარლამენტმა პირდაპირ ეთერი გათიშა. სამაგიეროდ ჩვენმა კამერამ ძალადობა სრულად გადაიღო. ოცნების დეპუტატებმა ოპონენტს მუშტები პირდაპირ ეთერში ურტყეს. ამ დროს ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი სამთავრობო ლოჟაში ისხდნენ და ამ ჩხუბს უყურებდნენ.